კიდევ ერთი ისტორიის გამყალბებელია ვიწოდა ვიღაცამ მე მაშინ როდესაც პირიქით ვცდილობ რომ ამ არხის მთავარი დანიშნულება იყო ის რომ იყოს ის რომ ისტორიის გაყალბება რომელიც ოკუპაციის ერთ-ერთი მთავარი ხაზია როგორც ცხინვალის რეგიონის ასევე აფხაზეთის კუთხის მთავარი ხაზი რაც არის ის რომ რეალურად ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი არის ოკუპაციის ისტორიის გაყალბება ეს არ არის გათვლილი მხოლოდ აწმყოზე და ზოგადად ინსტრუმენტად შესაძლოა სახელმწიფო იყენებდეს ისტორიის გაყალბებას ორი მთავარი მიმართულებით. პირველი მიმართულება ეს არის ის რომ აწმყოში რეალურად როდესაც ახდენ აგრესიულ ინტერვენციას ამისთვის სჭირდებოდეს რაიმე გამომართლებელი საბუთი და მეორე უფრო გრძელვადიანი იდეა, როდესაც შენ იმდენად აითვისებ კონკრეტულ ტერიტორიას, რომ რეალურად შემდეგ უკვე გჭირდება ასე ვთქვათ ჩამოირეცხო ის სისხლი და რეალურად მიაღწევ თუ არ გაქვს საერთაშორისო მხარდაჭერა და რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ არ აქვს არანაირი საერთაშორისო მხარდაჭერა, ანუ ხოლმე აუგუს აღიარებას თუ არ ჩათვლით რაც სასაცილოა საბოლოო ჯამში რომ რეალურად როგორმე დროთა განმავლობაში რაღაც მორალური ახსნა მოუძებნო ოკუპაციას, რაც ამისთვის ვიბრძვით ხომ რეალურად დეოკუპაციისთვის ვიბრძვით, რომ ეს ისტორიის გაყალბება გრძელ ჭრილში არ გადავიდეს. ამასთანავე სანამ ცხინვალის რეგიონზე რამეს კიდევ დავამატებ და ვიტყვი იმას, რომ პირველ რიგში მე როგორც ვნახულობ და როგორც კომენტარებს ვკითხულობ ხოლმე, როცა კონკრეტულად ოს ეთნოსზე ვიწყებ საუბარს, ძალიან ბევრი ეთნიკურად ოსი მეხმაურება და მიწერს თბილ კომენტარებს და აი ამით ვარ უბედნიერესი, იმიტომ რომ ყოველთვის ვცდილობ ხოლმე რომ აი რაღაც ერთ ხაზი გავალო ორ მიმართულებას შორის. პირველ რიგში რომ რეალურად სიმართლე დაფიქსირო, იმიტომ რომ რუსეთის ხელში ეთნიკურად აბსოლუტურად ეთნიკურად ოსი ხალხი გამოიყენება მათი ნაწილი ხალხს უბრალო ხალხს არ ვეხები, მე ეგრეთ წოდებულ პოლიტიკურ ელიტებს ვეხები, რომლებიც რეალურად უშუალოდ ისევ საკუთარი ეთნოსის წინააღმდეგ ხშირად ილაშქრებენ ხოლმე. და რეალურად აი მართლობა იწვის ხედია რომ გაიარა რომ ისაუბრო ოკუპაციაზე, ისაუბრო ეთნოსზე როგორც ინსტრუმენტად გამოყენების საშუალებაზე და ამ დროს არაწყენინო ამ ეთნოსო და პირველში დიდი მადლობა თუ მართლა ვიმსახურებ და მართლა ყოველთვის გულს მიჭყვებს ხოლმე ეთნიკურად ოსი ხალხი, როდესაც მიწერს თბილ კომენტარებს. რა შეეხება ახლა ისტორიის გაყალბებას არ ვიცი კონკრეტულად რა იგულისხმება ეს ვიდეო არის ამოჩხემებული და დღემდე მიწერენ რომ როგორ იგონებ რომ ირანელ ხალხს და ოს ხალხს საერთოდ შთამომავლები ყავს, მაგრამ ისტორიასაც რომ თავი დავანებოთ რომ თვითონ ოსი ხალხი თავად ისტორიული ალანიის შთამომავლებად განიხილავენ თავს, ხოლო ისტორიული ალანია რომელიც არის დღევანდელი ალანია ხომ ალანიის ნაწილი, რომელიც მდებარეობს ჩრდილო კავკასიაში და როგორც უნდათ და ამ აჯენდას წევენ წინ რომ ანუ რეალურად მოიხსენიებოდეს ეს ტერიტორია ჩრდილოეთ ოსეთად, იმიტომ რომ ისტორიული შიდა ქართლი ანუ ცხინვალის რეგიონი რომელიც საქართველოს ისტორიული საქართველოა, ამას ხომ აჯენდას წევენად 1920 წლის მერე რომ ეს არის სამხრეთ ოსეთი და მთლიანად ხელოვნური წარმოქმნია. ოღონდ ახლა რა თქმა უნდა დღეს ამ ვიდეოს ჭრილში ვეღარ შევალთ ამ დეტალებში და აი რეალურად ისინიც კი ალანიის ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხი, ანუ სადაც არის ოსეთი ხო რეალურად ალანია ჩრდილოეთ საქართველოს ჩრდილოეთ ნაწილში. ანუ დღევანდელი რუსეთის ტერიტორიაში არანაირი სამხრეთ ოსეთი არ არსებობს, ეს არის ცხინვალის რეგიონი და არანაირი ყოფილი და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ოლქი არ არის, არის ცხინვალის რეგიონი და ძალიან კარგი იქნება თუ ამას დავამახსოვრებთ ერთხელ და სამუდამოდ და კომუნისტების ნარატივის გაგრძელებას აღარ გავიმეორებთ. და ხო, რის თქმა მინდოდა, ანუ რეალურად ეს ხალხი საუბრობდა ისტორიული ალანიების საუბრობდნენ ირანულ ენასთან ძალიან ახლო მდებარე ენაზე. და რის დამატება მინდოდა კიდევ რაც შეეხება ისტორიის გაყალბებას რეალურად ძალიან მნიშვნელოვანია და მე მინდა რომ ჩვენს ეთნიკურად ოს მოსახლეობას ვთხოვ რომ აი გადახედოს ისტორიულ წყაროებს. რეალურად დღეს რომ ხდება ისე რომ ეს ხალხი იქნება ეს კონკრეტულად რუსეთის პოლიტიკური ელიტა თუ იქნება ეს სეპარატისტულად განწყობილი საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ეგრეთ წოდებული პოლიტიკური ფიგურები, ვიცი რომ პოლიტიკურ ფიგურასთან ეგრეთ წოდებული არ ხვდება, მაგრამ თუ სეპარატისტულ ჭრილში უყურებთ ეგრეთ წოდებული პოლიტიკური ფიგურები, რეალურად რის საფუძველი, აი სასაცილოა ხომ ეს ლენინგრადი და სტალინგრადი შუმერშლება ახლოს, რომელსაც ახიან არდა ლენინგორი იყო, ახალგორი იყო ლენინგორი. იყო თავიდან ტერიტორიული ერთეული არ ვიყოთ, რომელიც იყო თავის დროზე ახალგორი, მოგვიანებით კომუნისტურ პერიოდში დაარქვა სტალინგორი, რომელიც ვიცით რომ ეს იყო მთლიანად ასე ვთქვათ არაფორმალური ომის დამყარება, როდესაც ინდონეზია ჩადიხარ ქვემოთ დეტალებში, რომ უკვე ქუჩებს და ტერიტორიულ ერთეულებს უცვლის სახელებს და მოგვიანებით როდესაც დაინგრა საბჭოთა კავშირი აღდგა ახალგორი ხეთაგუროვოსაც კი უცვლიდნენ სახელს. ხო, იცით რომ სოფელი ხეთაგუროვო, რომელიც ისევ ოსი ხალხის საპატიო
მოცემულად არის ხომ დარქმეული ხეთებურებოსაც კი არ აღიარებენ ისინი და რეალურად ისი ყველაფერი იმდენად დეტალებში ჩადის რომ მართლა ისტორიის ცოდნა გჭირდება ამ ნაწილის ცოდნა გჭირდება ისტორიულად სხვანაირად აი აქ არგუმენტირებულად ამ საკითხს ვერ დაუკავშირდება მე არ ვიცი ეს ადამიანი ეთნიკურად ქართველია თუ ოსია თუ რა გამოიწვია მასში აღშფოთება რომ თურმე მე ვაყალბებ ისტორიას მაგრამ ხო ანუ ის მე ამ შემთხვევაში მიმართავ ეთნიკურად os ხალხს რომ გადახედონ ისტორიას იმიტომ რომ როდესაც ხდება ერის ეთნიკური ინსტრუმენტად გამოყენება როგორც წესი იმ ერის ჩანაცვლება ძალიან მარტივად ხდება ხოლმე და რეალურად ინსტრუმენტად გამოყენებული საზოგადოება როგორც წესი მე თვითონ იჭრდება ხოლმე ახლა ეთნოსი შეიძლება ბევრად უფრო შეიძლება კი რა თქმა უნდა სრულიად განსხვავებული კონსტრუქტებია ეთნოსი და კუთხური წარმოშობა ხო მაგალითად აი გვითამარებში როგორც არის ხო რომ ქართლის ნამწვავზე და ნაკვერცხალზე შემწვარი მწვადი კახეთს არ გამოდგება იგივეა აქაც მართალია ოსები და ქართველები ეთნიკურად სრულიად განსხვავებული ხალხები არიან და ნუ საქართველოს ახლა ორი კუთხეშულები ქართველები და კახელები სხვადასხვა შეიძლება ესეც ზუსტი პარალელი არ არის მაგრამ იმის თქმა მინდა რომ ჩემს ოს მაყურებლებს მიმართავ ჯერ ხო ქართველები ბევრი მიყურებთ და ახლა ოსებიც რომ ყოლია თუ მეც მართლა ძალიან ბედნიერი ვარ მათ მიმართავ რომ რეალურად ინსტრუმენტად გამოყენებული საზოგადოება საბოლოო ჯამში მაინც ვერ დაამთავრებს იმ მიზანზე მაინც ვერ გავა და აუცილებლად გამოიწვევს იმ დამანგრეველ შედეგებს რაც ჩვენ არაერთხელ გვინახავს ისტორიაში მაშინ როდესაც საქართველოს ფარგლებში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობები ყოველთვის გარანტირებული იყო მათი უფლებები ყოველთვის ჰქონდათ ავტონომიის მაღალი დონე და მაშინაც კი როდესაც ხელოვნური წარმონაქმნი გაჩნდებოდა ისტორიულში და ქართლში ანუ დღევანდელ ცხინვალის რეგიონში ეგრეთ წოდებული ყოფილი სამხრეთოსეთის ადმინისტრაციული ოლქი მანამდეც კი მთლიანად დაცული იყო ოსი ხალხის უფლებები როგორც პოლიტიკური ასევე ადმინისტრაციული ზუსტად ოსი ხალხის ნაწილის გამოყენება მოხდა ოკუპაციისთვის ხომ სანამ მოხდებოდა საქართველოს გაწითლება 1921 წელს მანამდე სწორედ ოსი ხალხი მონაწილეობდა ამ აჯანყებაში და მაშინაც საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროს ნოე ჟორდანიას ხელისუფლებამ სწორედ ხელი შეუწყო იმას რომ არ მხოლოდ უნდა მომხდარიყო მათთვის არ არის ანაზღაურება როდესაც ამ აჯანყების წინააღმდეგ მოხდა მოქმედებების გადადგმა არამედ პირიქით ანუ მათი ყველანაირი უფლება იყო აბსოლუტურად დაცული და გარანტირებული კონსტიტუციით და შესაბამისად ხო ჩვენ გააჩნია რამ მერთულებით გსურს მსჯელობა მეც ვერასოდეს ვერ წარმოვიდგინე რომ კონფლიქტოლოგიის ნაწილში შეიძლება დაგჭირდეს შუა საუკუნეებში ჩასვლა და შუა საუკუნეებში ჩასვლა კი არა კავკასიონი ეთნიკურად ჭრელი რეგიონია რომ ამასთან დაკავშირებით ღირს დაფიქრება და ისტორიულ ნაწილებში ჩასვლა ამის უბრალოდ ალტერნატივა არ არსებობს. რაღაც შემთხვევა რომ იყოს, როდესაც მხოლოდ ცალსახად რუსეთის და საქართველოს დაპირისპირება იყოს, ძალიან უფრო მარტივი იქნებოდა, მაგრამ როდესაც ამაში იყოლიებენ შენივე ეთნიკურ უმცირესობებს და მე ხალხი ჩვენად მიმაჩნია, შემთხვევით არ ვამბობ, რომ არ ვიპრანჭები და არ ვამბობ, რომ აი, როდესაც ვამბობ, რომ აფსოა ხალხი ჩვენი ხალხია და როდესაც ვამბობ, რომ საქართველოში დაბადებული და გაზრდილი ოსი ხალხი არის ჩვენი ხალხი, მართლა ჩვენი ეთნიკური უმცირესობა არის და უმცირესობები არიან და მე ვერ წარმოვიდგენია, რომ ერთ ეზოში, როდესაც სადილს და თუნდაც ყავას ერთმანეთის გარშე არ მიირთმევდნენ, მე ვერ წარმოვიდგენ, რომ ეს დროის ამბავი არ არის, სანამ ეს ნდობა თავიდან არ აღდგება და შეცდომები კიდე არ მხოლოდ საზოგადოებრივ დონეზე ინდივიდუალურად ყველას ყოველდღე მოგდის, ხან უფრო დიდი, ხან უფრო ნაკლები, ასე რომ ერთადერთი გამოსავალი არის ისტორიის გადახედვა, ისტორიის ცოდნა და რაც მთავარია შეიძლება და იმ სიყვარულის აღდგენა, რაც ამ ხალხებს შორის იყო და მე დაგწმებული ვარ, რომ დღემდე არის.